მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ძალიან მინდა გთხოვოთ მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში, მენეჯერისა და სხვა პოზიციებზე, რომლებიც ჩვენს ფონდშია საჭირო. ჩვენ უნდა გავფართოვდეთ, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ, განსაკუთრებით საჭიროა მენეჯერები. დიდი პრობლემა გვაქვს საქართველოში. ძაღლს წავიყვან. დიდი პრობლემა ის არის, რომ ადამიანთა უმეტესობა ენერგიული და აქტიური ხალხი ქვეყნის ფარგლებს გარეთ წავიდა, მაგრამ არა უშავს. ჩვენ მოვიზიდავთ ადამიანებს მოსკოვიდანაც, ტაშკენტიდანაც, მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან, ვისაც რუსულადაც და საკუთარ ენაზე შეუძლია საუბარი. ჩემთვის სრულებით მისაღებია, ხელფასები ფანტასტიკურია. ახლა არ მინდა რიცხვებზე საუბარი, რადგან უბრალოდ ვიტყვი, რომ ბანკში მყავდა 7 ადამიანი. თითოეული იღებდა $100,000. და არ მჭირდება, რომ ადამიანი, რომელიც მენეჯერად მუშაობს, ღმერთის, ეშმაკის, ან ამ სხვა რამის სჯეროდეს, ან საერთოდ არ სჯეროდეს. როცა ვამბობ მენეჯერს, არ მჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებსაც ადამიანების მიმართ ღვთაებრივი სიყვარულის დიდი მარაგი აქვთ. საჭიროა ისინი, ვისაც ფულის გამომუშავება უნდა, რადგან ყოველ ინიციატივას საკუთარი ფულით ვაფინანსებ. ძალიან მჭირდება ადამიანები. საქმე ისაა, რომ როცა რატომ იყო ჩემი ბანკი ერთ-ერთი საუკეთესო უკრაინაში და ალბათ სხვა ქვეყნებშიც არსებულ ბანკებზეც კი უკეთესი. იმიტომ რომ მე ვიპოვე ახალგაზრდების სოფლებიდან, საიდანაც არ უნდა ყოფილიყვნენ. ისინი იყვნენ შესანიშნავი მოსწავლეები, ძალიან ამბიციურები, ახალგაზრდები და რა თქმა უნდა ფულის შოვნა უნდოდათ. მე კი მათ ამ ფულს ვაძლევდი. მაგრამ ჩემი ბანკი ინტეზა სან-პაულო მიყიდა. ეს არის მეორე უდიდესი ფინანსური სტრუქტურა ევროპაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უზარმაზარი ნდობით ვსარგებლობდით ევროპაში. იმიტომ რომ ბანკები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. არ მინდა უცხო ბანკების დასახელება. ისინი ისეთივე კარგები არ არიან, როგორც ინტეზა. რადგან მათ შეუძლიათ სასამართლოში მიჩივლონ, მათი ღირსების შელახვისთვის. ისინი უფრთხილდებიან საკუთარ რეპუტაციას. კარგები არიან, მაგრამ პატარები. ინტეზასთან შედარებით ეს არის უზარმაზარი მექანიზმი, რომელსაც აქვს ბანკები ყოფილ საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში. წარმოგიდგენიათ, ფაქტობრივად ყველგან მთელ მსოფლიოში. აუცილებელი არაა ინტეზა ერქვათ, რადგან უმეტესად მათ აქვთ იმ კომპანიის სახელი, რომელმაც ისინი შეისყიდა. იმიტომ რომ ხალხს უკვე ჰქონდა ნდობა მათ მიმართ. მაგალითად, ჩვენ გავყიდეთ ინტეზას, მაგრამ უკრაინაში ახლაც ქვია პრავექს ბანკი. მაგრამ ჩვენ დროს ის პრავექს ბანკი მუშაობდა ბევრად ეფექტურად, რადგან იტალიელები არ თვლიდნენ უკრაინელებს ნიჭიერ ადამიანებად. ანუ არ თვლიდნენ, რომ ჩვენ ევროპელები ვიყავით. თუმცა განათლების დონით ჩვენ ბევრად მაღლა ვართ ევროპელებზე, მაგრამ ისინი მიიჩნევდნენ, რომ ჩვენთან მენეჯერები არ არსებობდნენ. სამწუხაროდ მე ვთვლი, რომ საქართველოში თითქმის არ არიან მენეჯერები. მუდმივად ვიწვევ ლექციებზე, რათა ვესაუბრო, როგორ უნდა გაკეთდეს ბიზნესი. გავუზიარო ჩემი 74 წლიანი გამოცდილება და თითქმის არავინ იცის, ვისაც ამ თემაზე სურს საუბარი. ანუ ეს პრობლემაა. ისტორიულად საქართველო იყო ოსტატთა, დიდი მეცნიერებისა და პოეტების ქვეყანა. მაგრამ მართვის მხრივ უფრო წარმატებულები იყვნენ სომხები. ისინი ბევრს აწარმოს ქმნიდნენ, თუნდაც უკანონოს, მაგრამ ეს დანაშაული იყო საბჭოთა კავშირში და მე ასეთ ადამიანებს ვასამართლებდი. ფაქტობრივად ეს უკვე საუბარია არაფერზე. თუ გსურთ გამოიჩინოთ თავი, ისწავლოთ თუ როგორ გამოიმუშავოთ ფული, დიდი ფული, რათა ცოლი, შვილები, მშობლები პატივს გცემდნენ
რათა შეძლოთ შექმნათ ისეთი დინასტია, როგორიც იყო როკფელერები ან სხვა ვინმე. ეს ისტორიული ფიგურებია. მოდით ფონდში სამუშაოდ. გასწავლით როგორ გახდეთ მენეჯერები. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ვზრუნავთ ადამიანებზე, ვცდილობთ ისე მოვიქცეთ, რომ თვითონ ადამიანებმა იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა. თვითონ ქართველებმა, რადგან ფონდი მხოლოდ მათ ეფუძნებოდეთ. მათ უნდა იზრუნონ თავიანთ თანამოქალაქეებზე. რადგან ეს თანამოქალაქეები ირჩევენ თავიანთ დეპუტატებს ლოზუნგების მიხედვით. უკრაინაში არ ვიცი. პოლიტიკაში საქართველოში არ ვარ ჩართული. უკრაინაში მაგალითად იანუკოვიჩი ეს იყო ბანდიტი. იჯდა გაუპატიურებისა და ყაჩაღობის გამო. ხოდა მათ ის აირჩიეს, იმიტომ რომ მან დაწერა უკრაინულად ეს ასე ჟღერს. ყველას გავუსმენ და ყველას მივიღებ. მაგრამ რა თქმა უნდა არავის იღებდა გარდა ოლიგარქებისა. ისინი ბიზნესმენები არ იყვნენ. ბიზნესი და ქურდობა არ უნდა აგვერიოს. ოლიგარქები ისინი არიან, ვინც ბიუჯეტზე, ხალხის ფულზე პარაზიტირებენ. ხოდა მას ოლიგარქების გარდა არავინ მიუღია. და მეც მიმიღო, როგორც მერი. როცა მისი კაბინეტიდან გამოვდიოდი, უბრალოდ ვიცინოდი. ის კრიმინალების ენაზე საუბრობდა. წარმოგიდგენიათ? ალბათ ეს ყველაზე ცნობილი, ყველაზე პატივსაცემი ენაა ბანდიტებში. და მე მართლა როცა მისგან გამოვედი, უბრალოდ მოკლედ ეს სხვა საკითხია. სხვა საკითხი. მოდით, ისწავლეთ. ჩვენ გვჭირდება რესურსები, რადგან საქართველოში ხალხს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. მინდა გავხსნა მოხუცთა სახლები. ჰოსპისი მინდა გავხსნა. ამისთვის საჭიროა ათეულობით, ასეულობით მილიონი დოლარი. მარტო ჩემთვის ეს რთული იქნება. მაგრამ საქმე მხოლოდ ფულში არ არის. მე ვბერდები. საჭიროა ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ჩემგან გაიზიარონ ის კარგი და ჭკვიანური, რასაც ფული მოაქვს და რაც მე ჯერ კიდევ არ დამვიწყებია. გისურვებთ წარმატებას. იმედი მაქვს სიცოცხლის ახალი დღისთვის უფალს მადლობა გადაუხადეთ. თუ იცით ვინმეს უბედურების შესახებ, არა უაროთ გვერდი. ასეთ რამეს ღმერთი არ გაპატიებთ. მე ეს ვიცი, რადგან 25 ნოემბერს 74 წელი შემისრულდება. ბევრი არ ცოცხლობს ამასაკამდე, მაგრამ მე ჯერ კიდევ კარგად ვაზროვნებ. ნებისმიერი პროექტი შემიძლია ავიყვანო მრავალ მილიონამდე. უბრალოდ ახლა მთელი ჩემი სული იმ ადამიანებთანაა, ვინც ცუდადაა, ვისაც უჭირს. მე ვგრძნობ მათ უბედურებას და რაც უფრო ვგრძნობ თუ როგორ იტანჯება ადამიანი, მით უფრო მინდა რომ დავეხმარო გულწრფელად, ღიად, ისე რომ ყველა მიხილოს როგორ ვაკეთებთ ამას. გისურვებთ წარმატებას. ჩემთვის დიდი პატივი იქნება ხელი ჩამოვართვა მას, ვინც დაგვაკავშირებს ახალ ბენეფიციარებს. ტანჯულ ადამიანებს. წარმატებები, მეგობრებო, ყველა მიყვარხართ.